ისრაელისა და აშშ-ის ჩინოვნიკებმა დღეს სენსაციური განცხადება გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შედის. აღმოჩნდა, რომ ისრაელმა გაერთიანებულ არაბთა საამიროებში გაგზავნა საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი და საკუთარი ჯარებიც კი ირანთან ომის ფონზე, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევაა ასეთი თანამშრომლობისა და ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის არაბულ ქვეყანაში გადატანის. მალევე ამის შემდეგ ისრაელმა და საამიროებმა დაიწყეს თავიანთი სამხედრო და პოლიტიკური საკითხების მჭიდრო კოორდინაცია. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა ისრაელსა და ლიბანს შორის ზავის კიდევ 3 კვირით გაგრძელების შესახებ, დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ დარტყმა მიაყენა ლიბანური დაჯგუფება ჰიზბალას სამხედრო ინფრასტრუქტურას ლიბანის სამხრეთში. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული ობიექტები ჰიზბალას მიერ გამოიყენებოდა ისრაელის ჯარისკაცებზე და ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმების მოსამზადებლად. ამ დროს კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ დაბრუნდა პაკისტანში, მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდისთვის. თუმცა დონალდ ტრამპი ესეთ მოლაპარაკებებზე თავის ხალხს არ აგზავნის. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბმული აღწერაშია. ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. მოკლედ, ირანთან მოლაპარაკებები როგორც ჩანს დასრულდა. აშშ-სა და ირანს შორის კონტაქტები ჩიხში შედის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანიდან უშედეგოდ დაბრუნდა, ხოლო ტრამპმა საერთოდ გააუქმა თავისი მოლაპარაკებების ჯგუფის ვიზიტი. თეირანმა პირდაპირ განაცხადა, რომ ზეწოლის ქვეშ მოლაპარაკებები არ გაიმართება, სანამ აშშ არ მოხსნის ბლოკადას, რომლის მოხსნასაც ტრამპი როგორც ჩანს არ აპირებს. ეს ჩიხური მდგომარეობაა. სიტუაცია იმაზე მიდის, რომ სოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა და ერთ-ერთი წამყვანი ნავთობის სახელმწიფო კონფრონტაციის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რომლემაც უკვე გამოიწვია ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა მრავალწლიან მაქსიმუმამდე, გააძლიერა ინფლაცია და გააუარესა სოფლიო ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები. მაგრამ ამ მთელ სიტუაციაში ისრაელი პროაქტიულ პოზიციას იკავებს. ისრაელის თავდაცვის არმიამ დარტყმა მიაყენა ლიბანის ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურას ლიბანის სამხრეთში. როგორც სახალიფ პრესსამსახურმა განაცხადა, განადგურებული ობიექტები ჰეზბოლას მიერ გამოიყენებოდა ისრაელის ჯარისკაცებზე და ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმების მოსამზადებლად. შემდეგ ციტატა. ისრაელის თავდაცვის არმია გააგრძელებს იმ საფრთხეების მტკიცედ მოგერიებას, რომლებიც მიმართულია ისრაელის სამოქალაქო პირებისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ. როგორც ცნობილი გახდა, ამ თავდასხმას წინ უძღოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანება, რომელმაც 25 აპრილს ცახალს დაავალა ძლიერი დარტყმა მიეყენებინა ჰეზბოლას ობიექტებზე. ნეთანიაჰუს კანცელარიაში დააზუსტეს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ჰეზბოლას ჯგუფირებამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია. ანუ ისრაელმა განაცხადა, რომ ის პასუხობს საფასუხო დარტყმით. საქმე იმაშია, რომ ერთი დრით ადრე, 24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 3 კვირით გაგრძელდება. მისი თქმით, ისრაელისა და ლიბანის ელჩებს შორის ვაშინგტონში ძალიან კარგი მოლაპარაკებების შემდეგ. მაგრამ მან დაამატა, რომ მშვიდობის მიღწევის შესწევის შესანიშნავი შანსი არსებობს. თუმცა ორივე მხარემ უნდა იფიქროს ჰეზბოლაზე, რომელიც ლიბანის მთავრობას არ ემორჩილება. ტრამპმა გააფრთხილა, რომ ეს დაჯგუფება ცეცხლის შეწყვეტას დაარღვევს და ისრაელს თავის დაცვა მოუწევს, რაც ისრაელმა დრესაც გააკეთა. და რაც აღსანიშნავია, დონალდ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებიდან უკვე მეორე დღეს ჰეზბოლამ მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტას უაზრო უწოდა. ლიბანის ხელისუფლებამ თავის მხრივ განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ასევე ჰეზბოლამ ისრაელის უპილოტო აპარატი ჩამოაგდო. გავიმეორებ, რომ მანამდე მხარეებმა შეთანხმდნენ ათდღიან ზავზე, რომელიც 17 აპრილს დაიწყო. ჰეზბოლა მაშინ აღნიშნავდა, რომ მისი ქმედებები მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკებების წარმატებული მიმდინარეობის შემთხვევაში. და თუ ლიბანის ხელისუფლება დაამტკიცებს, რომ შეუძლია სიტუაციის კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე, გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ჰეზბოლასა და სხვა შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან ისრაელზე თავდასხმების აღკვეთისთვის. გახსენებთ, რომ ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში დაიწყო. ირანთან ომის ფონზე, რომელშიც ასევე მონაწილეობს აშშ-ში. როდესაც ვაშინგტონმა და თეირანმა დიალოგი დაიწყეს, ზავის შესახებ ირანულმა მხარემ მოითხოვა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა ლიბანის ტერიტორიაზეც.
ამის შემდეგ ტრამპმა ნეთანიაჰუს სთხოვა შეემცირებინა დარტყმების რაოდენობა ლიბანზე. ხოლო 9 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დაავალა ლიბანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყება ჰეზბოლას განიარაღებისა და ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაციის შესახებ. მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში გაჩნდა უბრალოდ სენსაციური ამბავი. აქსიოსი იუწყება, რომ ისრაელმა გაერთიანებულ არაბთა საამიროებში გაგზავნა საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი და ცახალი ჯარები მისი ექსპლუატაციისთვის ჯერ კიდევ ირანთან ომის დასაწყისში. ეს ნიშნავს, რომ ისრაელსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებს შორის სამხედრო, თავდაცვითი და სადაზვერო თანამშრომლობა ომის დროს სრულიად ახალ დონეზე გადადის. სისტემა რკინის გუმბათის უპრეცედენტო განთავსება ომის დროს ადრე არ გახმაურებულა, მაგრამ ახლა ეს უკვე ცნობილია. აქ უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ გაერთიანებული არაბთა საამიროები უფრო ხშირად ხდება ირანის თავდასხმების სამიზნე, ვიდრე რეგიონში სხვა ნებისმიერი ქვეყანა. და ემირატების თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ირანმა ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით 550 ბალისტიკური და ფთოსანი რაკეტა და 2200-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. რაკეტებისა და უპილოტოების უმეტესობა ჩამოაგდეს, თუმცა ზოგიერთმა მაინც შეძლო ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დაზიანება. შეტევის მასშტაბებმა, რომელსაც გაერთიანებული არაბთა საამიროები შეეჯახა, ქვეყანა აიძულა დახმარებისთვის მოკავშირეებთან, მათ შორის ისრაელთან მიემართა. ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერთიანებული არაბეთის ემირატების პრეზიდენტ მუხაბინ ბენ ზაედთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის არმიას დაავალა, რომ მართლაც გაეგზავნათ რკინის გუმბათის ბატარეა ჩამონგდები რაკეტებითა და რამდენიმე ათეულით სახალის ოპერატორით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა რკინის გუმბათის ბატარეა სხვა ქვეყანაში გაგზავნა. და გაერთიანებული არაბეთის ემირატები გახდა პირველი ქვეყანა აშშ-სა და ისრაელის გარეთ, სადაც ეს სისტემა გამოიყენეს. შედეგად დღეს ორივე ქვეყანა მჭიდროდ კოორდინირებს საკუთარ მოქმედებებს სამხედრო და პოლიტიკურ დონეზე ომის პირველივე დღეებიდან. და აი ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ასევე მიაყენეს მრავალი დარტყმა ირანის სამხრეთში განთავსებულ მოკლე მანძილის რაკეტებს, სანამ ისინი შეძლებდნენ გაერთიანებულ არაბთა საამიროებზე და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებზე დარტყმას. და სწორედ აქ ჩნდება უმნიშვნელოვანესი დილემა, რადგან ისრაელის ჯარების განთავსება გაერთიანებული არაბეთის ემირატების ტერიტორიაზე პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხად იქცა სპარსეთის ყურის ქვეყნებში. თითქოს არაბებმა ებრაელების დახმარება მიიღეს. წარმოიდგინეთ? თუმცა ემირატების ოფიციალური პირების თქმით, ირანთან ომმა ბევრ ადამიანს გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში სოფლმხედველობა შეუცვალა. ისრაელმა და ემირატებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 2020 წელს მოაწერეს. და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ გაჩნდა გარკვეული უთანხმოებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მდგომარეობა ღაზის სექტორში, როგორც ისრაელის, ასევე ემირატების მხრიდან, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამჟამად პარტნიორობა ისტორიულად უმაღლეს დონეზეა. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიცვლეთ მოწონების დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით, ბმულებისა და რეკვიზიტების საშუალებით. ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდით. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.